წლის 22 მარტი. დუმდა სიონი. ზუსტად ისე, როგორც მაშინ და როგორც იმ ლექსში, თუმცა სულ სხვანაირად და ხმამაღლა ისმოდა ხალხის დუმილი, რომელიც პატრიარქს ემშვიდობებოდა. მიყვარხარ პატრიარქო, მადლობა ყველაფრისთვის. სულ სხვანაირი იყო ამ წელს გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც უჩვეულოდ დიდმა გლოვამ აქცია. დღე, როდესაც სევდის მდუმარება და გალობის ხმა ერთმანეთს ისე ენაცვლებოდა, თითქოს კანონზომიერებას ასე დაეწერა. და ალბათ კანონზომიერია ისიც, რომ იყო დიდი გზა, ბევრი გზა და იყო უკანასკნელი გზაც, რომელიც სიონის ტაძრამდე მივიდა. იქ, სადაც პატრიარქმა ილია მეორემ პირველი წირვა აღავლინა, მისი მარადიული განსასვენებელი გახდა. აღსრულდა მისი ნება, ყველაზე უხუცესი პატრიარქი იქ დაიკრძალა, სადაც თავად სურდა. სამგლოვიარო ზარების ხმა მოიცვა საქართველო. ერთი მიმართულებით მიდიოდა მთელი ქვეყანა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ყველა ერთად სამების საკათედრო ტაძარს. და შემდეგ იყო მანძილი სამების ტაძრიდან საპატრიარქო ტაძრამდე, მანძილი, რომელიც დიდმა გლოვამ მოიცვა. განთიაცა და დილას შორის ზღვარი იშლება, ბოლღამე სრულდება და ბოლო დღე იწყება. ერი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთ მყრობელს უნდა გამოეთხოვოს. დილის 9 საათი. საკათედრო ტაძარში წირვა იწყება. სამგლოვიარო ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს. ერი და ბერი ლოცვითა და გალობით ილია მეორეს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში 5 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურია. დელეგაციას ვატიკანიდან გზავნის რომის პაპი. უწმინდესთან გამოთხოვება ათასობით ოფიციალურ თუ სასულიერო პირს სურს. საქართველოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მსოფლიო პატრიარქი ჩამოდის და საქართველოს პატრიარქს თეთრი გვირგვინით ემშვიდობება, რომელიც სიწმინდეს განასახიერებს. საათი. ილია მეორეს წესს ბართლომეოს პირველი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უგებს. Sunt imsihintu che chimimenu dulusu Ilia patriarcu. სამგლოვიარო პროცესია სიტყვით მიმართვებით გრძელდება. მრევლს და ქვეყანას ბართლომეოს პირველი მიმართავს. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა 9 საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი, მესაჭე და ღვთის ღირსეული მწყემს მთავარი. ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვარო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელ მთავარმა მიიღო
მღვდელმთავრობის საღვთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოს უნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი გაამტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის. გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ ზძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზია ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია. ვამბობ, რამე თუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ. ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. გიხაროდეთ, რამე თუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია გამდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო. ამ მწუხარებაში სიხარულით სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი ქუხილის მსგავსი სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე, ქრისტე აღდგა, რომელარს ჩვენის ყოვლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება. ამინ. პატრიარქს ემშვიდობება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიო. ძიმე განსასწრებმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხტს ვიყრით და უდიდეს მადლობას წირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს. მთელი მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა. შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავ დაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაყვება როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა. სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს პატრიარქების კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრობის და ღვაწლის გამორჩეულ გამგზელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი სათნოება, სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც იგი უშურველად გასცემდა. და აი შედეგიც. ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა. 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი. ეს პირველ რიგში არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი წყემსთავარი მოგვივლინა. მადლობ თუფალს და თითოეულ თქვენგანს. განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ. სასულიერო პირებს ხელისუფლების პირველი პირები ცვლიან. გამოსათხოვარი სიტყვა პატრიარქის ღვაწლსა და სევდაზეა. იმ სევდაზე, რომელსაც სიტყვებიც ვერ იტევს. დღეს ჩვენ თვალს უსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია უწოდოთ პატრიარქის საქართველო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი, როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი ჟამსაც კი გამოსავალი უფლის წმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება.
ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის, ამ ტაძარში, ამ საერთოდ ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამ ქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით. კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება, სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავისული, ღმერთმა დალოცოს საქართველო. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსულაუფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სათვსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით. ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად ჩვენი 2000 წლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწყოსთან, ხოლო აწყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი. მან შეძლო შეუძლებელი, როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარსულა უფლის წინაშე, პირნათელი და მადმოსილი. ეს ვარ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენ შემდეგ გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახილს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილი სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. მე მშვიდობები ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვეს. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალშემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესწინა და ის ქრისტიანული რწმენის გამტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღოდა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საბრძოლო. ასე დროს პატრიარქთან გამოშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები. წინაპართაგან წავიდა ყველა. და ამ დროს შეუძლებელი არ დაგეუფლოს დაობლების ძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ირჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოსთან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, ახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან. გაშალა ველი ელმანიამა და მელანდება მის წიაღში მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე როგორც მოხუცი მამაულის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდეს და უნეტარეს ისი მოღვაწეობისთვის, ისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო. ნება მომეცით, რომ განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით მივესალმო მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სრულიად საქართველო მიცის იმის შესახებ, რომ კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა უნეტარესის ილია მეორის უდიდესი სურვილი იყო, რომ საუკუნეთა და ათასწლეულთა გასაყარზე თბილისში აშენებულიყო საკათედრო ტაძარი, რომელიც იქნებოდა გამოხატულება მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციებისა და კულტურისა. პატრიარქის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მთელ ქართველ ხალხთან ერთად და ღვთისნებით და უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ლოცვით შესაძლებელი გახდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება. ამიტომ მტკიცე საფუძველი მაქვს იმისა, რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიწვიო და ვთხოვო რამდენიმე სიტყვა წარმოთქვას, როგორც საქართველოს მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ და როგორც უწმინდესი პატრიარქის ეპოქალური მნიშვნელობის პროექტის სამების საკათედრო ტაძრის მთავარი ქტიტორი. ბატონო ბიძინა, დიდი პატივისცემით გთხოვთ. ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და ხელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს ყველა ქართველი მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენთანისთვის საერთოა. დღეს ყველა დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ გავს. არნახულად ღრმა, მზაფრი და ტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას. ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება. პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორე დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას მის მომავალს დაუკავშირდეს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით თავათერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს. თუ არა უფლის ნება, სხვაგანად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა. თუ არა უფლის ნება, სხვაგანად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნის და ხალხისათვის
თავგანწირვით განისაზღვრება